ზუგდიდში აფხაზეთის ნომერ 1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ. სტუმრებმა მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის. აუცილებელია ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე. სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად აფხაზეთის ბავშვებს ულოცავ დღევანდელ დღეს, უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, რაც მთავარია ღიმილს. ისეთი ღიმილი, როგორც ამ ბავშვებს ჰქონდა დღეს, როდესაც გაგვიზიარეს თავისი ნაშრომები, წარმოდგენები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დღეს განსაკუთრებულად მიაქციოთ ყურადღება ჩვენ ბავშვებს და მიულოცოთ. ასევე მინდა მიულოცო ყველა იმ ბავშვს, ვინც წელს დაამთავრა სკოლა და უსურვო, რა თქმა უნდა, წარმატებები და რა თქმა უნდა, თანადგომა ჩვენი მხრიდან. ჩამოვედით ზუგდიდში, ჩვენს აფხაზეთის პირველ სკოლაში. გულს უხარია ის, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ბევრი პრობლემა უკვე გადაწყვეტილია, გადაწყვეტის გზაზე ვართ და ისეთი კარგი კონცერტი და ზეიმი იყო, რომ რაღაც ახალი იდეა გაჩნდა, იდეა ასე ჟღერ შეიძლება ჩავატაროთ აფხაზეთის ფესტივალი ყველა სკოლის მონაწილეობით, სადაც ესე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულების ნომრები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იდეა და ეს ამ ბავშვების დამსახურება. ყველა ბავშვს ულოცავ დიდ დღეს ვიმღერე, ვიცეკვე გავერთე.